თინათინი როგორც გონება სიბრძნესაც იმახსოვრებს მეხსიერებას მამარასაც ეუბნება ხო იმასაც აკეთებს მაგრამ შემდეგ ის იქცევა დამოუკიდებლად აი აქ იბადება ეს რენესანსული ადამიანი რომელიც ვიღაცაზე კი არ არის დამოუკიდებელი მამის ლაპარაკი აზროვნების პროცესში თავად ნაშვება რომ მამამისი იმბავს რომ იქნება ნუ ეშმაკი მოგვეჩვენაო ახლა რაღაცა მოგველან და დავანებოთ ამას თავი და ამის დევნას გავაგრძელოთ ჩვენი ტკბილი ცხოვრებაო და თინათინი ამბობს რომ არა ჩვენ უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ მორალურად თქვენ ამდენი ადამიანი ჯარი იქ იყავით, ადამიანი ტირო და გაუგზავნეთ იქ ისინი შესაბყრობად თქვენი მონები, 12 მონა, ნუ ხა ეს დროის მინიშნება, 12 მონები საერთოდ ამ ტექსტში განასახიერებენ თავიანთი ბატონების მიწიერ უნარებს. აი, როდესაც თქვათ თან ახლავს ტარიელს სულ მუდამ, ეხლა ხო ჩდება შეკითხვა, ვინ არის ეს, რა ქვია, ასმათი, ხო? ასკეტური ტიპის ქალი, ეს არის ნესტანტარეჯანის მიწიერი უნარები, რომელიც ცნობიერებას როცა კარგავს ტარიელი, ის აფხიზლებს მას, ის ასხამს წყალს და ის ახლავს სულ მუდამ თან მისი მიწიერი ცნობიერება. და აი ამ ტექსტში ხო ეს არის სწორედ საოცრება, რომ აი გონება თინათინი ავალებს თავის მიჯნურს, ანუ სარწმუნოებად წმენა ავთანდილს, რომ წავიდეს და შეიმეცნოს ვინ ნახა ეს უცხო მოყმე.